რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემა. თქვენთან არის ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. ადამიანი მაშინ ბერდები, როდესაც იწყებ, მე თქვენს ასაკში არ მინდა ძალიან ბევრად გამოვჩნდე, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. ჩემი თაობა ამათ ასაკში, ამ პროვინციელ რუსებს დიდი ხნით ადრე დაიქნებდა. მაშინ სხვა დროც იყო, სხვა ლიდერებიც, სხვა პირობებიც, მაგრამ საერთოდ არაა საჭირო იყო ილიაუნის სტუდენტი რომ მიხვდე. ბორია რუსი ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ სასწავლებელს კლავს. და არ მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს, კლავს სამედიცინო უნივერსიტეტს, კლავს საქართველოს უნივერსიტეტს, კლავს დევნილ სოხუმის უნივერსიტეტს. კლავს ყველაფერს. სამაგიეროდ რას აკეთებს? უნივერსიტეტის სტატუსს ანიჭებს პოლიციის აკადემიასა და სუსის სასწავლო ცენტრს. აწ ეგენით სულ ბაკალაურ მაგისტრები იქნებიან. პოლიციელები და კგბ-შნიკები რუსულ რეჟიმს სჭირდება. ბიოლოგები და გეოფიზიკოსები არა. განათლების დეფორმა, როგორც გიგაზე დანიამ უწოდა, ჯერ ხეირიანა დაწესებულიც არაა და უკვე გამოუსვა ცელი სისტემას. გამოუსვა მის ავტორიტეტს. ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების ანონსმა თავის დროზე ბუდე ააფორი აქ. ისინი მის წლებია დუმან ყველაფერზე, რაზეც დუმილი არ შეიძლება, უცებ აყვირდნენ სამსახურის და შემოსავლის დაკარგვის შიშით. სტომაქმა ააყვირა განასინდისმა. ან პასუხისმგებლობამ ივანე ჯავახიშვილის ან სოსო ბუაჩიძის აჩრდილებთან. ბატონო ბიძინა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებულია უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ განიხილება როგორც რომელიმე სხვა ინსტიტუციის სტრუქტურული დანაყოფი ან სკოლა. მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ავტორიტეტით და სახელმწიფოებრივი პასუხისგებლობით გვიშუამდგომლთ რეფორმის შემუშავებელ კომისიასთან. პატივისცემით თქვენი მხარდაჭერები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება. ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წერილი უკვე ჩაიწერა ქართული აკადემიის 41 უდიდეს სირცხულთა შორის. ყველაფერში მხარს გიჭერთ, ყველაფერში გეთანხმებით, სულსაც მოკრიდით და ხორცსაც ოღონდ ეს ამბავი არ გვიქნა და უსამსახუროდ არ დაგვდოვოთ. ცალკე სირცხვილი იყო, რომ აკადემიურ საბჭოს წოდებულმა თავყრილობამ ეს უსტარი არა რეფორმის მამა წოდებულ და გაფორმებულ თავფუჩეჩას, არამედ პირდაპირ მის ხაზეინს მისწერა. გასაგები ქვეტექსტით, ამ ბრიყს რაზე უნდა ველაპარაკოთ, შენ ხარ ერთადერთი პატრონი ამ ქვეყანაში და ისევ შენ უნდა მოგხედო. იმანაც ახლა უკვე მე რამდენი კურდღელი დაიჭირა. ყურები დაიჭირა ორი უდიდესი უნივერსიტეტის აკადემიური შემადგენლობა. დიდი ნაწილი, მოდი, ასე ვთქვათ, ყველას რო ერთნაირად არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. დაიჭირა ჯიბით, სტომაქით. კი, გადაიმტერა ილიაუნის აკადემიური შემადგენლობის დიდი ნაწილიც, მაგრამ უკვე იცის, რომ მათ პროტესტს არ შეუერთდება ორი სხვა უდიდესი უნივერსიტეტის პროფესორა. ეს უკვე მათი პროტესტი აღარაა, ეგენი გამძღრები არიან. ამ უეცარი ალიაკოთის მთავარი სტრატეგიული მიზანი ორი იყო. პირველი, თანამედროვე განათლების სისტემის დაზიანება, ან მოსპობა, რომ ევროპული ტიპის უნივერსიტეტების ნაცვლად ქართველმა ვიშე უჩებნაე ზავედენიაში ისწავლონ. და მეორე, შენობები და ქონება. თბილისი როგორ იცით? ამდენი გეცოდინებათ პრინციპში, მაგრამ თქვენთვის თქვენს ჯიბეს არ მოუცია არასდროს შესაძლებლობა, რომ სხვა თვალით შეგეხედათ. მოდი ახლა ვცადოთ და შევხედოთ. პირველ რიგში უნდა შევხედოთ ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენელი ერთეულების მისამართებს. შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელად აღმოვაჩინოთ, რომ ეს სასწავლებელი ფლობს ქონებას აღმაშენებლის ხევნიდან აღმაშენებლის გამზირამდე. გარდა 25 დეპარტამენტისა, ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში შედის 16 კვლევითი ინსტიტუტი. მაგრამ ბორია რუს ახლა ვაშლი ჯვარი ამ ეტაპზე მგონი არ აინტერესებს. ალბათ. სააკაძის მოეტანი კი რატომაც არა. გახსოვთ რამდენიმე თვის წინ პროჭორილელებმა რომ გამოაცხადეს სამთავრობო უბანს ავაშენებთ არსენალის მთაზე და ქალაქს გამტვირთავთ. მაგ ჩამონათვალში თბილისის მერიაც მოხვდა და საკრებულოც. ასე რომ ის მაღალი შენობა დედაქალაქის გულში, სააკაძის მოედანზე უნდა გათავისუფლდეს და ცუდი სასტუმრო გამოვა. მოპირდაპირე მხარეს უკვე იწყება ეგრეთ წოდებული გპ-ის უბანი, ერთი კორპუსი, მეორე, მესამე. ამ შენობას ბორია რუსი, ან ბოდიში, ტექნიკური უნივერსიტეტი დღევანდელ მფლობელს საქართველოს უნივერსიტეტს ედავება და რა კი ედავება ისე ბორიას სასამართლოში არ გაგიკვირდეთ თუ ხვალ წაართმევს.
აგერ აქეთ კიდევ ტექნიკური უნივერსიტეტი, მერე საცხოვრებელი კორპუსების ერთი კვარტალია, სპორტის სასახლე და მაკდონალდსი. თორემ შემდეგ ისევ ტექნიკური უნივერსიტეტი იწყება. ქუჩის ორივე მხარეს. აგერ გასწვრივ უკვე გადატანილი ტელევიზიის კომპლექსი და მის ქვემოთ ზოოპარკი, რომელიც მალე აღარ იქნება. გმირთა მოედნის მეორე მხარეს კი ყველაფერი დღეს ოფიციალურად რუსი ბორიასია. აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკა, ყოფილი აუზი და სხვა დანარჩენი. თუმცა რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ამ ქონებას მაკა ასათიანის შულზე აფორმებენ და მაგას ერთად ნახავთ. ყულებში რუსული ნავთობის შემოტანა გათეთრების სქემა როგორ მუშაობს. ან ვის სახელზე უნდა იყოს, რომ შეგეძლო თქვა, რომ ბორიასი არაა. ცოტა შორიდან და ერთიანად შევხედოთ ახლა ამ ტერიტორიას. რა დაეწონება ვითომ? თქვენ უარს იტყოდით ამ მიწის დაუფლებაზე. როცა საკრებულო და მთავრობა მზად არიან, ნახევარი თბილისი ერთლარად გადმოგიფორმონ და იქით გიხადონ მერე მადლობები. ახლა გამოვყვეთ თესეუს ქონებას. მისი ვებგვერდის მიხედვით. ბელიაშვილის ქუჩიდან მეტროს 300 არაგველამდე. უნივერსიტეტის ქუჩის კუთხეში დიდებულ ადგილას, დიდებული პარკით. ინსტიტუტების მთელი კომპლექსია თესეუს მფლობელობაში. ენათმეცნიერების ინსტიტუტი არის ინგოროყვას ქუჩაზე. სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტები ქიქოძეზე, ორივე. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყოფილ აკადემიურ ქალაქში, ასევე დიდებულ ადგილას. აქვეა გეოფიზიკის ინსტიტუტი. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ზედზემელზეა. თავად უნივერსიტეტის კორპუსები ალბათ თბილისის ყველაზე ძვირიან ადგილას ვაკის დასაწყისში. აკადემიკოსმა სამუშიამ მე-7 კორპუსი აღმაშენებელზე ცოტა ხნის წინ უკვე გადასცა სახელმწიფოს. ფეშქაშად. მაღლივსა და განივ კორპუსებზე აღარაფერს ვამბობ. ეგეც მშვენიერი ადგილია კორპუსების ჩასატყმელად. რის თქმა მინდა? მე არაფრის, მაგრამ ქალაქის განაშენიანება და ბორია რუსის რეპუტაცია უჩემოდაც ამბობენ სათქმელს. ამ ყველაფერს რაც ჩამოვთვალეთ და გაჩვენეთ, საფრთხე ემუქრება. და ბაგების საერთო საცხოვრებელიდან რომ დაყვება, გზად მერე აუცილებლად შემოესუხარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალი შენობაც. ბოდიში, მგონი პუშკინი უნდა მეთქვა უკვე, ხო? თუ ჯერ არა. მაგ პუშკინს ჯერჯერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ფაკულტეტების მიღმა 42 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი აქვს. სხვადასხვა მისამართს. ბოტანიკის ინსტიტუტი მაგალითად ბოტანიკურ ბაღშია. და ვინაა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ამაგდარი ბოტანიკოსი, ვის ერგება ასეთი დიდებული შენობა, ასე დიდებულ ადგილას, პირდაპირ საძინებლის აივნის ქვეშ. მართალია. აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტი გიორგი წერეთლის ქუჩაზეა. ვაკე საბურთალოს გასაყრდან და სხვა კორპუსებთან ერთად უკვე ილიაუნის უბანს ქმნის. თბილისის ასევე ალბათ ყველაზე დიდებულ და ძვირიან ტერიტორიას. კიდევ სხვათა შორის ილიას უნივერსიტეტს ყავს გემი ზღვაში. სასტუმრო ავტოგრაფში დამსვენებლებისთვის მშვენიერი რეისი გამოვა შეკვეთილი ბათუმის დელფინარიუმი ან რამე სხვა. მოინახება საქმე მოკლედ. სხვა უნივერსიტეტები რიგში არიან ახლა. სახელმწიფოცა და კერძოც. რა კი ამათ გაუბედეს, იმათ რატომ მოერიდებიან. ასე რომ ყველას საქმე გადაიხედება და ყველას ქონება. დასკვნის მაგიერ. მართალი რომ გითხრათ, ცოტა მიკვირს რომ მთელი ამ ალიაკოთის ფონზე არავინ ცდილობს ძირის ძირში ჩაიხედოს. იმ სამკუთხედი თავის ქალის შიგნით. რატომ აკეთებს ამას თუ იმას? შენობები და ნახევარი თბილისის დაუფლება ერთი ვნებაა. რუსის ფარცოვშიკი სიხარბე ამ ცდუნებას ვერ გაუძლებს, მაგრამ უნდა იყოს უფრო სიღრმისეული მიზეზიც, რის გამოც განათლების სფეროს ასე ემტერება. მას უბრალოდ არ ესმის და არ მოსწონს აკადემიური განათლების სისტემა. არც ერთ ეტაპზე. წიგნის დაწერასაც კი გვპირდება, რომ დედას ბავშვი 60 წლამდე ძუძუზე უნდა ყავდეს აკრული, ჭიპლარი კი ალბათ 10 წლისა გადაიჭრას. გიფიქრიათ, რომ მისი 4 შვილიდან სკოლაში არც ერთს არ უვლია. არც ერთს. საუნივერსიტეტო განათლება ორს ნამდვილად არ აქვს, ორზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონია რომ ისინიც მენცარობის დონეზე დარჩნენ. და მაშინ რატომ ველოდებით, რომ ეს არსება თქვენ შვილებს შეუქმნის ევროპული განათლების მიღების პირობებს, რომ მისთვის იქნება მნიშვნელოვანი ბოლონიის პროცესები და ერასმუსები. არ აინტერესებს, არ სჯერა, არ იცის. იცის მხოლოდ სახელმწიფოს წველა და საუკეთესო მომენტის ლოდინი, როცა გონია რომ არსად ეჩქარება. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება გემშვიდობებად. ეს იყო თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაგექებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემა.